სახელითა მამისათა დაზისათა დაწმინისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დღევანდელი დღე არის ქალთა დღე და პირველ ყოვლისა ყველა ქალბატონს აქ მდგომარეს ამ მდგომს მოგილოცავთ ამ დედისა და ქალბატონების დღეს დედაკაცების დღე. იმიტომ არის ხსენება კალენდარული წესით დედაკაცებისა, რომ ხსენება არის მენელსაცხებლე დედათა, რომლებიც ზე ლოგიკური, ზე რაციონალური ცხოვრებით ცხოვრობენ. 95% ქალებისა ცხოვრობს ზუსტად ისე, ის 5% დავიტოვოთ. იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურია, არის გამონაკლისები როგორც კაცებში, ასევე ქალებში. უმეტესობა დედაკაცებისა ცხოვრობენ ზუსტად ისე, როგორც ცხოვრობდნენ და როგორც მოღვაწეობდნენ მენელსაცხებლე დედები. მარიამ მაგდალინელი, ან მაგდანელი, სხვაგვარად, სალომე და სხვები. როგორც ცხოვრობდნენ ისინი? ზე ლოგიკური ვთქვი ჩვენ ცხოვრება მათი და თქვენიც ასია დედაკაცების. არალოგიკური არა, ზე ლოგიკური ერთია და არალოგიკური მეორე. დედაკაცს გააჩნია ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც კაცში ვერასოდეს ვერ იქნება. და ამით არის გამორჩეული ქალის ფენომენი ზოგადად. როგორ არის ნათქვამი ხალხში? ხალხში ნათქვამი ასეთი რამ. ქალი ძლიერია მაშინ, როდესაც ის უყვარს ვიღაცას. მაგრამ თვითონ არ უყვარს ის. დაატრიალებს თავის ჭკუაზე, როგორც უნდა მერე. მაშინ ძლიერია. მაგრამ სუსტია მაშინ, და ამ სისუსტეში მისი ძლიერებაა. სუსტია მაშინ, როდესაც მას უყვარს. როდესაც ქალს უყვარს, ის ობიექტი, ვიზედაც შეყვარებულია იგი, ზე ლოგიკურ სფეროებშია. მის გამო, ვინც მას უყვარს, ეს ქმარი იქნება, შვილი იქნება, ვიღაც სხვა მნიშვნელობა არ აქვს. თუ მართლა უყვარს იმას, თუ დედაკაცმა შეიყვარა, ის დაუფიქრებლად, თუ კაც დაფიქრება ჭირდება, ის დაუფიქრებლად შეწირავს საკუთარ თავს იმ სიყვარულის გამო. თქვენი თქვით რა კაცს არ აქვს ესეთი, როგორ არ აქვს კი? მაგრამ უმეტესობა კაცებისა ჯერ დაფიქრდება. გამონაკლისები იქაც არის, როგორც მოგახსენეთ. დედაკაცების უმეტესობა დაუფიქრებლად გაწირავს თავს. იმის გამო, ამ შემთხვევაში ავიღოთ შვილის გამო, მეუღლის გამო, დაუფიქრებლად. თუ მართლა უყვარს, კი არ ფარისევლობს, მართლა თუ უყვარს ის. და აი ამის უდიდესი გამოთქმა და მაგალითი დღევანდელი სახარებაა. მიდიან დედები ზე ლოგიკური გრძნობიდან გამომდინარე, სად მიდიხართ? საფლავთან უნდა მივიდეთ. ვის საფლავთან? ჩვენ ვინც გვიყვარს. იმას ბოლომდე ვერ მივხედეთ, ჩვენ ამბობენ ესენი. რა პერიოდია, რა მდგომარეობაა იერუსალიმში? იდევნება მოციქულები, იმალებიან სადღაც, ჩაკეტილ კარებში,
იციან რომ აღდგომა უნდა იყოს მათ იციან დედებმა არ იციან ყოველ შემთხვევაში სახარებიდან ჩვენ ვერ ვიგებთ რომ ისინი ელოდებიან მაცხოვრის აღდგომას ისინი ამას არ ელოდებიან 10 სასწაული არ უნდათ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელობენ აი იმ გზნობით რაც ქალს აქვს როგორც თქვით ზე ლოგიკური სფეროთი იდევნებიან მოციქულები ჩვენს არ მიგვაყოლონ იუდეველებმა ფიქრობენ დამალულები აი ეს არის რაციონალური ხედვა მეც ესე ვარ და ყველა კაცი თითქმის ასია ჩვენ რას ვიტყვით გავთვლით ჯერ რატო უნდა წავიდეთ სხვა დროს მივიდეთ დაწყნარდეს ყველაფერი დაალაგდეს მერე მივიდეთ საფლავთან სად გაიქცევა კაცო მიცვალებულია მაცხოვარი საწავა იგი ჩვენ ესე ვიტყოდით კაცები და დედაკაცები არა იმათ საერთოდ არ ანაღლებთ ეს ამბავი დაიჭერენ აწამებენ არ ანაღლებთ მიდიან იქ სადაც მათი სიყვარულის ობიექტია და ამ შიშს რომელიც გარეგნულად შეპყრობილები არიან რომლითაც მოციქულები ამას ლახავენ ისინი ერთადერთი ზე ლოგიკური გულიდან გამომდინარე რითი ხელმძღვანელობს ქალი მე ვერ გეტყვით მე კაცი ვარ ალბათ დედაკაცებმა უფრო კარგად იციან რა თქმა უნდა და რო კითხოთ რატო აკეთებენ თვითონაც ვერ გიპასუხებენ ესე არიან მოწყობილები ღვთის კოდია ჩადებული ასეთი დედაში და ყველა ქალში თითქმის ყველა ქალში მიდიან და მიაქვთ რა ნელსაცხებელი ბერძნულში არის მიხრონი აი მირონი ბერძნული სიტყვა უთარგმნელად გადასულია ყველა ქრისტიანულ ერში ჩვენშიც უთარგმნელად არის მაგრამ ძველ ქართულში მირონი სანამ უშუალოდ შემოვიდოდა უთარგმნელად იყო თარგმანი გაკეთებული მიხრონისა იყო ნელსაცხებელი ამიტომაც ჩვენ უწოდებთ ამ დედებს მე ნელსაცხებელი დედები და არა მემირონეები თუმცა მემირონეები და მენელსაცხე ერთი და იგივეა ნელსაცხებელი და მირონი ერთი და იგივეა ქართულში ხან ისე იხმარება ხან ითარგმნება ხოლმე ნელსაცხებლად ამიტომ მემირონეები დედები ან მენელსაცხებლე დედები მიაქვთ მირონი ყველაზე ძვირფასი რაც კი კაცობრიობაში არსებობს ვის უნდა შეწირონ იმ სიყვარულს რომლითაც გამსჭვალულები არიან ჩვენ ამბობენ შინაგანად ესენი ჩვენ ვერ მივხედეთ იმას ვიზედაც ამოდიოდა ჩვენი სულიერი მზე ჩაესვენა ეს მზე და ჩვენ პარასკევის გამო უცბად რომ გარდა მოხსენი ჯვრიდან ვერ მოვასწარით მისი პატივისცემა სათანადოდ კი რა თქმა უნდა რაც შეეძლოთ იმას ის გააკეთეს პარასკევს მაგრამ რადგან შაბათი თენდებოდა არ შეიძლებოდა გაწელვა ამ საქმისა და ერთ შაბათმა რო გადაიარა ანუ დღევანდელ კვირა დღეს მიდიან საფლავთან მიაქვთ მიხრონი ეს ნელსაცხებელი ყველაზე ძვირად ღირებული რაც შეიძლება ეპოვათ და ეშოვათ მათ და ეხლა ღვთისმეტყველება მათი საქმიანობისა უნდა მიხედონ უნდა წაუსვან უნდა პატივი მიაგონ მის სხეულს მაგრამ ვისთან მიაქვთ და რატო მიაქვთ ეს პატივისცემა გასაგებია მაგრამ რადგანაც მათ უყვართ ის და ამიტომ გადალახეს ყველაფერი შიში შევიწროება იუდეველთაგან არ აინტერესებთ ვინ დახვდება იქ მცველები ელოდებიან იციან რომ დაბეჭდეს საფლავი ვინ გარდა გვიგოროს ჩვენ ლოდი საფლავისაგან ამბობენ ეს რამხელა პრობლემებია ჯერ შეიძლება ქუჩაში დაიჭირონ
ან იქ რომ მივლენ მცველები არიან, ან მცველებიც რო არიან, ვინ უნდა გადააგოროს ეს ლოდი? სად არის ლოგიკა აქ? სად მიდიხართ თქვენ? და ნელსაცხებელი მიაქვთ. რისთვის მიაქვთ? იმისთვის მიაქვთ, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს არ დაიშალოს მისი სხეულის სტიქიონებად. არ გაიხრწნას, ისინი ხო არ ელოდებიან აღდგომას, როგორც თქვით. ისინი ფიქრობენ, რომ დაიშლება სიცხია იერუსალიმი. ეს საქართველო და სხვა ქვეყანა არ არის. სიცხია იქ სულ თითქმის. დაიშლება, დაირღვევა მისი სხეულის მთლიანობა. სუნიაუა მას. და რაც შეიძლება მეტ ხანს რომ არ გაიხრწნას და თუ კი გაიხრწნება ჩვენ რო არ ვიგრძნოთ ეს გახსნილება, რაც შეიძლება მეტი ნელსაცხებელი უნდა ვცხოთ. სიკვდილი რომ ზეობს მაცხოვარზე, ეს არ უნდათ რომ გაიგონ. ჩვენთვის ის ცოცხალია ამბობენ შეიძლება ისინი. გვესმის რომ მიცვალებულია, მაგრამ მე ისე გავაკეთებ რომ მეტ ხანს ჩემს ცნობიერებაში და ჩემი მოქმედებიდან გამომდინარე ის ცოცხალი იყოს. მე არ დაუშვებ მის გახსნილობას. და ამ მიზნით რომ არ გაიხრწნას მაცხოვრის სხეული, მიდიან რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სხეული მისი. და რას ხედავენ? მცველები არ არიან, გადაგორებულია ლოდი და ანგელოზი ეუბნება, რომ აღდგა არა არ საქა და დანარჩენი კი იცით ეს ყოველივე. აი ესეთი გრძნობები გააჩნიათ ქალებს და კიდევ ერთი ნელსაცხებელთან დაკავშირებით. ზოგადად მიხრონი და ნელსაცხებელი, როგორც მოგახსენეთ, მირონი ნელსაცხებლად გადმოდის ქართულში, თავად მაცხოვარს ეწოდება. აი ქება-ქებათა წიგნში არის ესეთი სიტყვები. ღმერთზეა საუბარი. ნელსაცხებელ წარმოცალიერებულ არს სახელი შენი. ესე ღმერთს მიმართავს სოლომონ მეფე, ბრძენთაბრძენი, ქება-ქებათას ავტორი, რომ შენი ღმერთო სახელი არის ნელსაცხებელი, მაგრამ წარმოცალიერებული. რატო წარმოცალიერებული? იმიტომ რომ ღმერთი, როდესაც განკაცდა აი ამ პროცესს, ჩვენ ვუწოდებთ წარმოცალიერებაი. ეს არის ისეთი პროცესი, როდესაც თითქოს ღმერთი ტოვებს თავის ღმერთობას, ღმრთეებობას და კაცად მოგვევლინება. თითქოს ის დიდებულება საღვთო ბუნებისა მან მიატოვა. ესე ჩანს, იმიტომ რომ როგორ მოიქცევა ღმერთი, რომ მოშივდეს, რომ მოსწყურდეს, ან შეპყრობილ იქნას, ან ჯვარს ეცვას და მოკვდეს. როგორ შეიძლება ღმერთმა ესეთი რამე განიცადოს? მაგრამ რადგანაც ჭეშმარიტად განიცადა ეს ყოველივე, ჩვენი მოგონილი კი არ არის, ეს დოგმატია ეკლესიისა. ჩვენ უწოდებთ მას წარმოცალიერებულს, ანუ კენოზისი ბერძნულში ასია. როდესაც დაიცარიელა საკუთარი ღმრთეება თითქოს. სინამდვილეში ასე არ მომხდარა, ჩვენ ვიცით, რომ იყო ღმერთიც და იყო კაციც სრული. მაგრამ ჩვენი თვალთა ხედვიდან გამომდინარე, ის მხოლოდ და მხოლოდ კაცია ხშირად. იმიტომ რომ დაცარიელებულია საღვთო ბუნებისაგან, ასე წარმოჩნდება ჩვენ სიდაში. მაგრამ ამავე დროს, რომ ის ნელსაცხებელია, წარმოსალიერებული კი არის, მაგრამ ნელსაცხებლად რჩება ის. აი ნელსაცხებლობა
არის მისი საღმრთო ბუნება, რომელიც ყველაზე ძვირფასია და კეთილსურნელოვანი. ნელსაცხებელი არის სიმბოლო სულიწმინდისა, თქვენ იცით, მირონს როცა ვცხებთ ჩვენ, ეს არის მადლი და ბეჭედი სულისაწმინდისა. ანუ ღმერთის სიმბოლოა ფაქტობრივად. და შესაბამისად, ნელსაცხებელი კი არის ღმერთი, მაგრამ ამავე დროს არის წარმოცალიერებული. აი ახლა ეს ნელსაცხებელი, რომელიც დედებს მიაქვთ, ფიზიკური, მატერიალური ნელსაცხებელი. ვისთან მიაქვთ? ბუნებით ნელსაცხებელთან. და მან უთხრა თავისი აღდგომით, მე აღარ მჭირდება ის ნელსაცხებელი, რისთვისაც თქვენ განამზადეთ ეს, იმიტომ რომ მე მკვდარი არა ვარ, ზუსტად იმიტომაც რომ მოხვედი და შეინარჩუნოთ ჩემი თითქოს უკვდავება და მცხოთ მე ნელსაცხებელი, რომ მე არ დავიშალო სტიქიონებად, თქვენ ეს გსურთ ეუბნება თითქოს, აგერ მიხილეთ. მე სიკვდილმა ვერ დამატყვება ჯოჯოხეთში. დაახსტულდა დედების ის ნატურა, ის სიყვარული, რომელიც ჩადეს თავიანთ ქმედებაში. და ხშირად არის ხოლმე წმინდა მამებთან ასეთი პარალელიზმი. ღვთისმშობელი არის მეორე ევა. ეს ცნობილი ამბავია. პირველმა ევამ შვა სიკვდილი. და ამბობენ მამები, როდესაც გამოიდევნა ევა 64-დან ედემიდან, ასეთი უხეში სიტყვა, სიკვდილის სიმყრალით აავსო ქვეყნიერება. რატო სიკვდილის სიმყრალით? იმიტომ რომ ყველა მისი შობილი არის მოკვდავი. მაგრამ ნელსაცხებლე დედებმა ეს აღადგინეს მეორე ევას წყალობით, ჯერ ღვთისმშობლის წყალობით და მეორე თავიანთი მოქმედების წყალობით. მათ თუ ევამ სიმყრალით აავსო ქვეყანა სიკვდილის სიმყრალით, ამათ მიაქვთ ედემში, მაცხოვრის საფლავში, ანუ საფლავთან, როგორც ედემში, ახალი აღთქმის ედემში, ნელსაცხებელი, კეთილსურნელოვანი. ერთგვარი გადახდა არის თითქოს იმისა, რაც და აღდგენა არის იმისა, რაც ევამ თავისი გაუკუღმართებით დაკარგა 64-ში. აღადგინეს დედებმა. და აი ამ დედებს, ნელსაცხებლე დედებს ეწოდებათ მოციქულებისათვის. ერთგვარი შუა მავლები არიან ღმერთსა, მაცხოვარსა და მოციქულებს შორის. მოციქულები, ვაშკაცი ხალხი, პეტრე მყური მოათალა, ერთი ამბავი აქვთ. ვაშკაცი ხალხია ეს. ლოგიკურად მოაზროვნეები. და შემოდის პარადოქსი ქრისტიანობაში. ვინც ვაშკაცი ეგონა მაცხოვარს, ყველა დამალულია თავიანთი ლოგიკურობიდან გამომდინარე. და ესენი არა. სუსტი არაფრის არ მსურველი მაცხოვრისაგან დედები ვისთვის მიდიან? სიყვარული დაინახონ თავიანთი. იქვე გაწირავდნენ ეს დედები საკუთარ თავს, რომ დაეჭირა ვინმეს. კაცები ამას არ იზავდნენ. ჩანს რომ არ იზავდნენ ამას. აი ეს გზნობა აქვს ქალს ისეთი, რასაც ვერასოდეს ვერ ახსნის ვერც თვითონ. ამიტომა ზე ლოგიკური. თუ ლოგიკურია, მაშინ ახსნადიც არის. ზე ლოგიკური, იმიტომ ეწოდება ლოგიკაში ვერ ჯდება ეს. ეს 2x2 4 არ არის. ეს აღმატებულია ასეთი მდგომარეობა.
და მით უმეტეს თუ თვითონ ვერ ახსნის დედაკაცი, კაცი როგორ ახსნის მას? ასე რომ ძალიან დიდი ვალდებულება ვაჟკაცობისა მათ შორის აკისრია დედაკაცს. როგორ არის ნათქვამი? თუ გინდა ერი გარყნა, დედაკაცი უნდა გარყნაო. ნათქვამია. კაცი არა, დედაკაცი უნდა გარყნა. ის მერე ამ ყველაფერს, ამ სიმყრალეს, როგორც სევამ, ხრწნილების სიმყრალე გამოიტანა ედემიდან, როგორც სიკვდილისა. თუ ქალის მდგომარეობა არასწორია, აი ამ სიმყრალეს მოაფენს ქვეყანაზე. იმდენად გავლენის ქვეშ შეუძლია ამყოფოს ადამიანები. ასე რომ ძალიან საყურადღებო მისია აკისრია ყველა დედაკაცს. საპასუხისმგებლო. ჩვენ კაცები კი ვუქობთ ხოლმე, რომ აი მე ვარ და გამატარე და ძლიერი ვარ. კი, როგორ არა? კაცს თავისი მისია აქვს, ცალკე, უდიდესი. მაგრამ ქალი ყოველთვის ღვთის გზებით მავალი უნდა იყოს. როგორც მენელსაცხებლე დედა. აი მაშინ სწორი გზა იქნება არჩეული. აი მაშინ უშიშარობაც იქნება და სწორი ერთგულებაც იქნება. სამშობლოსადმი, მეუღლისადმი, შვილისადმი. სინაზე უნდა კონდეს ქალს. ყველაზე ვაჟკაცი ხალხი იზრდება კაცური ქალებისგან კი არა. კაცური ქალებისაგან ლაჩრები იზრდებიან ბიჭები. ყველაზე ვაჟკაცი კაცები იზრდებიან ნაზი ქალისაგან. დედობრივი მდგომარეობა უნდა იყოს. მამა მკაცრი კი, მაგრამ დედა უნდა იყოს ნაზი. ქალური უნდა იყოს ქალი. აი მაშინ დედის მოფერებით აღზრდილი შვილი და მამის სიმკაცრით, ტირადობით კი არა, სიმკაცრით. აი ეს ორი თანხვედრა როცა მოხდება, მაშინ იზრდება ვაჟკაცი კაცი. ქალებს ხანდახან გონიათ, რაც უფრო ვაჟკაცურად ექცევა თავის ბიჭს, უფრო ძლიერი დედაა და რამაგარი დედაა. პირიქით, დედა უნდა იყოს ნაზი. დედისაგან შვილს სინაზე და დედობრიობა უნდა. იმას მამა არ აჭირდება დედაში, არც მეგობარი არ ჭირდება დედაში. იმას დედა ჭირდება. იმიტომ ყველაზე აღმატებული ცნებაა. კაცი რო კაცს საგინებს, დედა საგინებს ხოლმე და ყველაზე გამომწარებელი მდგომარეობაა ეს. იმიტომ ყველაზე წმინდას უგინებს. რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს მისთვის. აი ასეთი მისია დაგაკისრათ ღმერთმა დედაკაცებს. მამაკაცებზე საუბარი ახლა არ არის, იმიტომ რომ კაცთა დღეს არ დღესასწაულობ ჩვენ. გულითადად მოგილოცავთ ქალბატონებს დღევანდელ დღეს და გევლოთ აი ამ გზაზე, რასაც ღვთის ჭეშმარიტი მოსიყვარულე გზა ეწოდება. აი მაშინ იქნება ქალი, ნორმალური დედაკაცი. აი მაშინ მისი შემხედვარე კაცი იქნება ვაჟკაცი კაცი. როცა კაცი კაცობს და დედაკაცი დედაკაცობს, აი მაშინ არის ნორმალური და არა პირიქით გენდერული თანასწორობები გვინდა ჩვენ. ჩვენ ძალიან ძლიერი ხალხი ვართ. პირიქით დაატარებენ ცოლები ქმრებს თავის ჭკუაზე. არ შეიძლება ეს. ყველამ თავისი ადგილი. დედამ დედობრიობა და სინაზე, კაცმა სიმკაცრე და კაცურობა. ესე მოგცა ბუნებაში ღმერთმა, ჩვენი მოგონილი არ არის ეს. და ახალი ველოსიპედების მოგონებას არ აჭირდება აქ.
მოგონა, გამოგონება. იმიტომ რომ მაშინ იქნება თავდაყირა ცხოვრება. შვილებიც არანორმალურები გაიზრდებიან მე. მოგცეს კაცებს ჩვენ დაფასება ჩვენი დედაკაცებისა. და დედაკაცებს ის დიდი სიყვარული უფრო მეტად გაგიძლიეროთ, რაც ისედაც თქვენ ღმერთისაგან მოცემული გაქვთ საჩუქრად, ზე ლოგიკურად. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.